მოგესალმებით დილა მშვიდობის. გამარჯობა. 12 საათი შესულდა, დღეს კვირაა და შესაბამისად GDS ეთერშია გარემოსდაცვითი გადაცემა ეკოვიზია. მე განსაკუთრებით ველოდი ამ გადაცემას, იმიტომ რომ საოცარი თემა მოგიმზადეთ და დღეს რაზეც ვილაპარაკებთ, ისინი ერთ-ერთი ყველაზე უცნაური არსებები არიან დედამიწაზე. მათ განსაკუთრებული როლი აქვთ ბუნებაში, მტაცებლური ინსტინქტით გამოირჩევიან და მათი ნადირობის ყურება არის საოცარი სანახაობა. ბევრი სახეობა საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი, მაგრამ სამწუხაროდ მასზე მაინც ნადირობენ. სეზონური მიგრაციის დროს მათი მრავალრიცხოვანი გუნდების ნახვა შესაძლებელია შავი ზღვის სანაპიროზე. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მტაცებელ ფრინველებზე, ახლა ვნახოთ ვიდეო და შემდეგ სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით. აუცილებლად დაგველოდეთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო სტუმრები ველოდებათ წინ. მტაცებელი ფრინველების შესახებ დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი. ეს სახეობები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კვებით ჯაჭვში. ბუნება ისეა მოწყობილი, რომ დიდ მტაცებლებზე, მაგალითად არწივებზე ნადირობას ძალიან ცოტა ცხოველი თუ გაბედავს. არწივები იკვებებიან გველებით და სხვა ცხოველებით, რომლებიც თავის მხრივ თავგებსა და სხვა მომცრო ცხოველებზე ნადირობენ და ასე იქმნება კვებითი ჯაჭვი, რომელიც ეკოსისტემის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ადამიანმა მტაცებელი ფრინველების ბევრი სახეობა გადაშენების პირას მიიყვანა, ამიტომ მათი უმრავლესობა წითელ ნუსხაშია შეყვანილი. თეთრთავა ფსოვი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მტაცებელი ფრინველია, რომელიც ამავე დროს ამერიკის სიმბოლოდ ითვლება. ნადირობის და გარემოს პესტიციდებით დაბინძურების გამო ეს სახეობა გადაშენების საფრთხის წინაშე იყო. დღეს მას მკაცრად იცავენ, ამიტომ მისი რიცხოვნობა თანდათან მატულობს. მტაცებელ ფრინველებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია არწივი. არწივის სახეობებს სხვადასხვა ქვეყნებში, მაგალითად ყაზახეთში, მელიებზე და მგლებზე სანადიროდ იყენებენ. საქართველოში არწივებს წითელი ნუსხა იცავს. ჰაერში მონავარდე გავას იშვიათად თუ ნახავთ, რადგან ეს ფრინველი გადაშენების პირასაა. ბრაკონიერობის და სახეობებით უკანონო ვაჭრობის გამო ეს ფრინველი ბევრ ქვეყანაში გადაშენდა. გავაზი ადვილად იწვრთნება და ხშირად ძუძუმწოვრებზე სანადიროდ იყენებენ. ამიტომ ფრინველებით მონადირეებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. მიმინო სხვა მტაცებელ ფრინველებთან შედარებით მომცრო ზომისაა. დღისით გაშლილ ადგილებში ნადირობს. ნადირობისას სხვადასხვა მანევრს იყენებს. შეუძლია მსხვერპლი გაკიდებით დაიჭიროს, ან ჰაერიდან უეცრად დაესხას თავს. ბუნებაში ყველა სახეობას თავისი განსაკუთრებული როლი აქვს. რომელიღაც მათგანის ბუნებიდან გაქრობა კი ეკოსისტემაში მნიშვნელოვან რღვევას იწვევს. ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ სახეობებს და დავიცვათ ბიომრავალფეროვნება. დავბრუნდით ეთერში, როგორც დაგკვირდით, ძალიან საინტერესო სტუმრებთან ერთად. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ბაზიერები სანდრო ბაგათელია და ბიძინა ფურცელაძე და ასევე ძალიან საინტერესო მტაცებელი ფრინველები, არწევი და ქორი. ბიჭები, ძალიან დიდი მადლობა დღეს ჩვენთან ერთად რო ხართ. ბიძინა, შენ ჩვენ გადაცემაში ნამყოფი ხარ. მაშინაც არწევით ვიყავ, იყო სხვა არწევით, ხო ასეა? მაშინ ჯამრთელი არწევით. მაშინ ჯამრთელი არწევით იყავ, ეხა ფრთა აქ დაზიანებული შენაც. მოდი დავიწყოთ იმით, რატო დაინტერესდით მტაცებელი ფრინველებით და როგორ გახდით ბაზიერები? ზოგადად ისტორია საერთოდ რამე რა მხრიდანაც დავიწყეს. ქუჩაში შემომჩნე პატარა ბავშვი, რომელიც მტაცებელი ფრინველით მოდიოდა. ხა მაშინ როგითაც ძალიანაც ვერ ვერკვევოდი მტაცებელი იყო თუ არა, მაგრამ სან რო დავინახე ფრინველი იყო, მივედი და არავითარი თოკები ხა ჩვენ ხედავთ ხო რამ ხლა ტყავები უკეთეთ. იქ არაფერი არ იყო აბსოლუტურად, ანუ ძალიან თავისუფლად აი რა ვთქვა რა გავოგნდი რა ეჟდა ხელზე საერთოდ არავითარი რეაგირება არ ქონდა რაც ხალხმრავლობაზე და იმდენად მომეწონა რომ ანუ აი რაღაც აზარტში შევედი რომ ეგრევე თანხა შევთავაზე რა რომ მეთქი აი მომყიდეთ ხო რა იმიტომ რომ ძალიან რაღაც გავოგნდი რა ამიხსნა რომ მტაცებელია და ესე წყნარად და რაღაც და არ დათმო არავითარ თანხად რა ეხლა მეც რაღაც უსაშუალო თანხები არ შემითავაზე მაგრამ იმ ბავშვისთვის ისე თანხა შევთავაზე რომ ძალიან ბევრი სხვა სასიამოვნო რაღაცები შეეძინა მისთვის და გამაოგნა ამ დამოკიდებულებამ თვითონ ბავშვის და ფრინველის რომ აი ბავშვი ხო შეიძლება შემსტარიყო და რაღაცა ველოსიპედზე ეფიქრა მაგრამ მეც რაღაცა ბოროტულად გამომივიდა თითქოს მაგრამ ნუ აი ძალიან დამაინტერესდა და მე დამაკვალიანა სად შეიძლებოდა თუმცა ძალიან დადებითი შედეგი ჰქონდა მაგრამ ძალიან დადებითი იმიტომ რომ კი რა თქმა უნდა ჯერ გავუგდით თვითონ ბავშვის აქციაზე და მე ამ ყველაფერმა აი ამ მუხტმა რაც მათ შორის ვიგძენი ანუ რომ ამიხსნა ამ ბავშვმა აქედან გამომდინარე უკვე ამდენი წელია მეც და ჩემი შვილებიც
ამ საქმით ვარ დაკავებული და გადმოგედო ეს? კი და აი რავი ბევრი მეგობარი შევიძინე და რაღაცა უფრო ჯანსაღი კარგი ამბავია. აზროვნება გვაქვს ამ ფრინველების მიმართ რა. სანდრო, შენ შემთხვევაში როგორ იყო? ეს ქორი არის შენი ახლა მე რომელიც? ეს ქორი ჩემია თქვენ რო გიზით. მე ვიზრდებოდი ბაბუა ჩემის ხელში. ბაბუა ჩემი მონადირე არის, კარგი მონადირეა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი მონადირისგან განსხვავდება და ნადირობდი ჩაულებრად თოფით, მაგრამ შემდეგ ასაკთან ერთად გამიშა პროტესტი. ანუ არ მომწონდა ეს თოფი ნადირობა, იმიტომ რომ უხეშად რო თქვა, კლავდი ჯამრთელსაც და სუსტსაც და მე აღმოვაჩინე, რომ შეიძლება და ფრინველით ნადირობა და ფრინველი კიდე რამოდენიმე გუნდისგან არჩევს სუსტს და უბრალოდ გადარჩევა ხდება ამით. ნადირობის საერთოდ სხვა სახეობა, რომელიც ესე უხეშად არ ერევა ბუნებაში, ხო? ძალიან მომწონს ეს სწორი დამოკიდებულება. იცი რა მითხარით? რაიმე სახელები თუ შეურჩიეთ. პრინციპში რა უნდა შეურჩიო? არწივია ისე. მაინც ანუბისი ქვია მას. ანუბისი? დიახ, საიქიოს მართველი. საიქიოს მართველი. ხო. მე ამას იღბლიანს ვეძახი ერთადერთი მიზეზის გამო, რომ უბრალოდ კარგი ხალხის ხელში მოხვდა რა და მე იქიდან მე ჩემთან მოხვდა ეს ფრინველი, იმიტომ რომ ზოგადად მე არწივები ძალიან მიყვარს და წინა გადაცემაში მყავდა ჯამრთელი ფრინველი, მაგრამ ამას თუ გადარჩებოდა არ გვეუბნება. ხო, აი ისტორია მომიყევი, რომ აი როგორი ანუ ეს იყო დაზიანებული, აი თითქმის ყველაფერი, ანუ თავიც, ანუ ბუმბული არ ქონდა, ნისკარტი დაზიანებული ქონდა, კლანჭები, ფრთა, ანუ მარცხენა ფრთა. და რავი, არ გვეგონა თუ გადარჩებოდა, მაგრამ ყოველი შემთხვევაში ეხლა ცდა ბედის მონახევრიაო და ვცადეთ რა, ხო. და ღვთისწყალობით ანუ უკვე აი შეუულია რომ აი ფრთები ჯამრთელად გაშალოს და ანუ რო გაუშვათ ბუნებაში გაფრენასაც შეძლებს და გამრავლებასაც შეძლებს, უბრალოდ ჯერ მაინც ბოლომდე მოძლიერებული არ არის იმისთვის რომ ან ახლა რაღაცა ფრინველს დიოს და ან ცხოველს და ანუ ხო ხვდები და ამიტომ ჯერჯერობით კიდე ჩვენთან არის და როცა ბოლომდე გამოჯამრთელდება როგორც ის პირველი არწივი ისევე ეს დაუბრუნდო რომ წითელ წიგშია კონკრეტულად ეს სახეობა ბექობის არწივის და მე საბოლოოდ თუ ღმერთისნება იქნება და ბოლომდე გამოჯამრთელდა დაუბრუნებთ ბუნებას ამასაც. მე მგონი აუცილებლად გამოჯამრთელდება ბოლომდე. რომ ვერ ამოძრავებ და საერთოდ ფრთას და ეხლა მე მგონი თქვენ თვითონაც ხედავთ რომ რომელი მტაცებელი ფრინველის გაწვრთნა უფრო რთულია და ზოგადად რა იგულისხმება გაწვრთნაში? ნებისმიერი მტაცებლის გაწვრთნა შეიძლება, უბრალოდ მტაცებლებს აქვს თავიანთი ხასიათი. ანუ კონკრეტულად ესე ვერ ვიტყვი, ანუ მაგალითად არწივი უფრო ძნელი არა, უბრალოდ ხასიათს გააჩნია. შეიძლება ქორსაც ისეთი ხასიათი აღმოაჩნდეს, რომ ვერ გაწვრთნან და გაწვრთნა იგულისხმება მიჩვევა უბრალოდ. ანუ აღიქონს პარტნიორად და იკვებება შენთან, შენ ხელზე ჭამს, გეჩვევა, შენთან მოდის და არ გარბის, არ მიდის შენგან. ანუბისი როგორი გასაწვრთნელია? როგორი ხასიათი? ანუბისი ჯერჯერობით ბუმბულს იცვლის და ნაკლებად ვარჯიშობს. და ისე კარგი ხასიათის არის. ეს ამ ქუდს ჩაჩს ეძახით, ხო? და რისთვის არის აუცილებელი? ეს მშვიდად არწივს არ აქვს მაგალითად. არწივს არ აქვს, არწივს ვერ შეუგერეთ ჯერ და დიდი ჩაჩი უნდა, ხო? დიდი ზომები უნდა. უბრალოდ იმისთვისაა საჭირო რომ მშვიდად იყოს და ტრანსპორტშიც არ გვიშვებენ უქუდოდ, რომ სხვა არ დააზიანოს. რით იკვებებთ ამ ფრინველებს? ძირითადად ხორცით. ძირითადად არა, ხორცით იკვებება, ანუ ბუნებაში რასაც ჭამს, იმას ვაჭმევთ ჩვენ. უბრალოდ ვუმატებთ იქ საქონლის ხორცს და შეიძლება რამოდენიმე ვიტამინი დავუმატოთ და ჭიაზე გავწმინდოთ უბრალოდ. მოკლედ ძალიან ისეთი ხანგრძლივი პროცესია მათი მოვლა, მოშინაურება უფრო ალბათ არასწორი სიტყვაა, ხო? ლამაზადაც არ ჟღერს. ხო, ანუ მიჩვევა, როგორც ჩვენ. ძალიან კარგი, აუცილებლად გავაგრძელებთ საუბარს. მე მინდა ახლა ვნახოთ სიუჟეტი და რამოდენიმე წუთში დავბრუნდებით. შვენიერი დილა გათენდა ბაზალეთში, კარგი ამინდია, ყველა პირობაა იმისთვის, რომ მე ერთი დაუვიწყარი დღე გავატარო ამ საოცარ მტაცებელ ფრინველებთან ერთად, ასე რომ შემოგვიერთით წინ ძალიან საინტერესო თავგადასავალი გველოდება. სოფლიოშია უძველესი ქართული ბაზიერობა. ახლა ზუსტით არის დაფიქსირებული ბაზიერობის არ არის რა ისტორიულ წყაროებში. ერთი არის ლეგენდაა ყველაზე ძველი თბილისის დაარსების. ალბათ იცის ყველამ და ზედმეტად აღარ ვილაპარაკებ მაგ თემაზე. ერთი განმასხვავებელი რაღაცა ქართულ ბაზიერობას, რომ გლეხებსაც ჰქონდათ მიმინოს ყოლის უფლება, კონკრეტულად მიმინოსის, სხვა ფრინველის არა. ყველაზე მეტი ბაზიერებიან დასავლეთ საქართველოში. გურია, სამეგრელო, აჭარა. მაგრამ აღმოსავლეთშიც არიან უკვე ახალგაზრდა ბაზიერები, რომლებიც აქაც იჭერენ, აქ თუნდაც დუშეთის რაიონში. ამ ბოლო დროს იმატა ახალგაზრდების ინტერესმა. მაგრამ თვითონ თემა რთული.
ნერვები გინდა პირველ რიგში ამათან ურთიერთობაში. ძალიან ძნელია სიმშვიდის შენარჩუნება, როცა გინდა რაღაცა გააკეთებინო და არ აკეთებს. ცოდნა გჭირდება, თუნდაც რითიკვებო რა პერიოდში, როგორ წვრთნა იმასაც ცოდნა უნდა. ქოს რო გაწვრთნი, მალე იწვრთნი, ორ კვირაში ანადირებ, ჩვეულებრივად, ხელს თუ მოკიდებ და მიყვები ბოლომდე, ორ კვირაში ანადირებ. ყოველ დაძახებაზე, როცა ახლი თავიდან წვრთნი ფრინველს, 2-3 მეტრით უნდა მოუმატო, უცბად არ შეიძლება, იმიტომ რომ შეიძლება აღარ მოვიდეს მერე. თან ყოველი დაძახების დროს აუცილებლად რაიმე ბგერით სიგნალს აჩვევ. და ეს იმ შემთხვევისთვის, რომ ისეთ ადგილას არის ფრინველი, რომ თვალით ვერ ხედავს. და ხმაზე ეჩვევა მერე მოსვლას. ოპა. ეფექტიური თუ გინდა იყოს შენი მოღვაწეობა, ფრინველი უნდა ყავდეს შესწავლილი, ფრინველის ფსიქიკა. ანუ რომ დასვი ახლა თქვენ ვერ ატყობთ. მე იმას ვატყობ, ის მოვა, არ მოვა. და ზურგით რომ მიტრიალ და არ მოვა რა. შენსკენ რომ მოტრიალებული და გამოხედვაზე ეტყობა მოკლედ. შეატყობ გამოხედვაზე, მოქმედებაზე, მოძრაობაზე და ეს მომენტები უნდა გამოიყენო წვრთნის დროს. ყველა წვრილმანი. არ უნდა გაგეპაროს არაფერი. მაშინ არის შენი საქმეობა მაქსიმალურად ეფექტური. დავბრუნდით ეთერში, ბიძინა და სანდრო, რა როლი აქვს ტაცებელ ფრინველებს ბუნებაში? რა ვიცი, ეს გამოხშირვას აკეთებენ, ანუ სუსტი ფრინველის რა, ანუ სუსტი ნადავლის მათთვის. ახლა ძირითადად ესენი, ანუ ხორი ძირითადად ფრინველით იკვებება, ეს ცხოველებითაც იკვებება, მაგრამ ანუ გამოხშირვა ხდება, ეს არის ჯაჭვი, რომელიც აი აუცილებელია რა. ანუ ეკოსისტემაში, ხო, ეკოსისტემაში, ანუ იმიტომ რომ იქ ბევრი სუსტია, ხო, შეიძლება მოკვდეს, ტყუილა გაიხსნას რაღაცა, მე ის რაღაც ცხოველმა შეჭამოს და იქიდან გამომდინარე ეს ძალიან ბევრი დაავადება გაჩნდეს და ესენი თავიდანვე ცოცხლად სანამ გადააზიანდებიან და გაფუშტებიან, უბრალოდ სუსტი ცხოველია თუ ფრინველი, აი იმით იკვებებიან და აქედან გამომდინარე გენი მერე ძლიერი რჩება და უფრო ძლიერი სისხლი რჩება ბუნებაში სხვადასხვა სახეობის ფრინველებში და ცხოველებში. ანუ კვებითი ჯაჭვისთვის აქვს მნიშვნელობა რა. ძალიან დიდი. ისევე როგორც ყველა სხვა სახეობას. სანდრო, ეს ფრინველები ყავთ სახლში, ხო ასეა, შენც და ბიძინასაც და აუცილებელია ისინი ანადიროთ და რატომ არის ეს აუცილებელი? აუცილებლობა იმიტომ არის, რომ ამას არ დაუკარგოთ ინსტინქტები. ანუ გარკვეული დროის შემდეგ ამათ ვუშვებ ბუნებაში, ანუ თავისუფლები არიან ჩვენგან და რო ინადირონ ჩვეულებრივად, სამ ჩვენამდე მოხდებოდნენ. ბიძინა ის დაზიანებული იპოვე, ხო, როგორც გითხარი და რამ გამოიწვია ეს მის ფრთის დაზიანება? ადამიანებს უკავშირდება რა თქმა უნდა. ადამიანის ვაჟკაცობამ, ხო რა, ის სრულიად არაფერს შუაში, აი არავით არ კავშირში არ არის ის, რომ ქორი შეიძლება კიდე მიუხედავად იმისა, რომ არ გულისხმობ იმას, რომ ქორი უნდა დავაზიანოთ, შეიძლება ეზოში შემოვიდეს რაღაცა წიწილა, ხო, ვარიაზი, აი არწივი ფაქტიურად არ ეკარება რა ადამიანის ტერიტორიას და აი უბრალოდ რა გამომდინარე იქიდან რომ ვისაც თოფია ყველა თulis რომ მონადირეა და ყველა თulis რომ ლიჟბი რაღაცას ვესროლოთ, რაღაცა ჩამოვაგდოთ, ეს უკვე ნადირობაა. ანუ პროცესი ხო ხალხმა არის, ბევრმა არ იცის, მე მასიურად არ გულისხმობ რა თქმა უნდა და აქედან გამომდინარე უბრალოდ დაინახეს რაღაც დიდი ფრინველს და შეიძლება სრულიად იხვიც ეგონა რა ზოგადად რა და უბრალოდ ესროლა, მაგრამ კი ბატონო, თქვა ესროლა, ხო? აი ხო შეიძლება ის მიხვიდე, აიყვანო რაღაცა, აი მიხვდი რომ შეგეშალა სხვა რაღაც ვეტერინართან მიიყვანო ზოოპარკში ჩავა რაღაცა. არ აინტერესებს, всё, დატოვა. ნახა რომ არწივია, არაფერში არ ჭირდება, ხორცად თქვა ვერ წარმოიდგინა მისი გამოეყენებინა ხორცად და დატოვა ბუნებაში. რა მოხდა მე მოკვდება ერთი არწივით მეტი ნაკლები. ესე უბრალოდ აი 10 ცალიას უ დათვლილი რა. შეიძლება 12, აი ნუ ყველაზე ბევრი რა და ესე თუ ხოცეთ, ნუ აი შედეგი რა იქნება? ფინალი არ გადაშენდება. საქართველოს ერთადერთი ადგილია, სადაც ერთ-ერთი ადგილია, სადაც ყველაზე მეტი გადაფრენა ხდება ფრინველის. ანუ რამოდენიმე ორგანიზაციამ უცხოელებმა დაამტკიცეს, რომ საქართველოში ყველაზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადადის. და ზოგადად ამით მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ამის გამო არის ზღვისპირა ქალაქებში დაბალზე მიფრინავენ თან მტაცებელი ფრინველები და უბრალოდ კლავენ გართობის მიზნით. ანუ გამოდიან, ვერაფერს ვერ კლავენ და რაღაცას ხო უნდა ესროლონ, აი ეს აზრი აქვთ და შეიძლება რომ მოკლან სპორტული ინტერესი რაღაც ბჭყალებში. ბჭყალებში ეგეც ხო რა თქმა უნდა. შემოკლავენ და არც დახედავენ, აი ბიზნეს თქმის არ იყოს, არც არ აინტერესებდა. უბრალოდ შეიძლება ერთი რაღაცით გამართლდეს, როცა კლავ რაღაცას,
უნდა გამოიყენო რაღაცაში საკვებად თუნდაც. და ესენი კიდე უაზროდ ხოცავენ, რაც საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს და შეიძლება მალე საერთოდ შეწყდეს ეს გადაფრენა. ერთი უნდა შევაჩეროთ, ან ჯარიმა არ არის ამის. ჯარიმა არის, უბრალოდ არ კონტროლდება. იმდენად, რამდენადაც საჭირო არის. და სარგებლობენ უბრალოდ და ხოცავენ. ვინ უნდა აკონტროლებდეს ამას? ვინ არის პასუხისმგებელი? პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, გარემოს დაცვა არის, გარემოს დაცვას ეხება ეს ყველაფერი, მაგრამ ნაკლებად ყურადღება არის ამას. ზოგადად დავამატებ, ხო შეიძლება თვლიან, რომ აი ამაზე მეტი პრობლემები აქვს ქვეყანაში, კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ ნაბიჯ ხო შეიძლება უბრალოდ აი ამ გადაცემის, აი თქვენ რამდენჯერ უკვე ხო რამდენი გადაცემა ჩაიწერა თქვენი წყალობით, მადლობა ამისთვის. კი ბატონო, ნუ გახდებიან ბაზირები, უბრალოდ ნუ დახოცავენ, აი ხო შეიძლება რომ უბრალოდ არ დახოცონ, იმიტომ რომ ეს არავითარ ჩარჩოში აღდება, ფიტული მაინც გააკეთონ ბოლო-ბოლო, ხო ეხლა რაღაცა ისე არ მინდა გამომივიდეს, რომ აი ფიტულები აკეთე, ან რა გინდა ეხლა ტყილა რო თქვა, მაგრამ თუ ესვრი და აგდებ, ხო იქ რაღაცა მელიამ რო შეჭამოს, არწივი რომელიც პირიქით ხდება ზოგადად, ხო აი რაღაცაში მაინც გამოიყენ, აი ტყილა რომ მე თქვა რომ არწივი მყავს ზამია მონაკლავი, ხო არ ვიცი, ჩემი აზრით ეს ძალიან ცუდია და ჩვენთვის ეს ძალიან დიდი ტკივილია. ძალიან ბევრი რამე გვტკივა. მარტო ამით არ ვარ დაკავებული, მე წეგანაც აღუნიშნო 4 შვილის მამა ვარ, ჩემი საქმიანობა მაქვს, მაგრამ თავისუფალ დროს უთმობთ ამათ გადარჩენას, თორე ფრთა დამტრეული არწივი წამოვიყვანე სახში და არავითარი ხეირი არ მექნება მე ამისგან გარდა იმისა, რომ თუ ღვთისნება იქნება და ბიჭების დახმარებით შევძლებთ იმას, რომ ეს ბოლომდე გამოჯამთელდეს, აუცილებლად დაუბრუნებთ ბუნებას და იმ 12 რო იყო და ეხა 11 როა დარჩენილი ეს ზოგადად ვიძახი, ისევ 12 გახდება და გამრავლებას შეძლებს რა. როგორ რაღაცა ეს ნადირობას ახლა ვერა უკრძალავ ადამიანს. ეს არის ოდითგანვე მოდის და რაღაცნაირად ზოგს აქვს სიცხში და ამის გარშე არ შეუძლია. მაგრამ განსხვავებაა ხო ნადირობასა და ბაზიერობას შორის, ანუ ფრინველით ნადირობას შორის და აი ამაზეც რამოდენიმე სიტყვი თქვა და ჩვენს მაყურებელს კაფიოდ გასაგებად ავუხსნათ, რითი განსხვავდება ბაზიერობა ჩვეულებრივი ნადირობისგან. ნადირობას დავამატებ დღეს რო ხოცავენ მტაცებელ ფრინველებს, ეს ოდითგანვე იყო სირცხვილი, ანუ რამოდენიმე ქვეყანაში მტაცებლის მოკლა ижებოდა სიკვდილით. ეგვიპტეში მაგალითად როდესაც მოკლავდი მიმინოს, სიკვდილით ижებოდი და საქართველოშიც ბაზიერობა იმ დონეზე იყო განვითარებული, რომ ყველაფერს აქცევდნენ ყურადღებას და აი სიკვდილით დასჯა იყო ამაზე. ხო, ნუ დღეს კულტურა ხალხმა ეს იყო გამჯდარი ადამიანში, იმიტომ რომ თოფით წან სანდრომაც ახსენა, თოფით როდესაც ნადირობს საფანტი თვითონ სისტემა ისე რომ ისვრი შეიძლება 6-7 დაიჭრას. ხო აქედან შეიძლება ძაღლმა ან ძაღლი არ ყავდეს შენ 2-3 იპოვო დანარჩენი დაჭრილი როგორც ეს იყო დაჭრილი და უბრალოდ ღვთისწყალობით მოხდა. ისინი ხო ზიანდებიან, ტყილაკტებიან, ანუ აბსოლუტურად და ამითი როდესაც ნადირობ, ხო? ჯერ რაღაცას სპორტული ინტერესია, მე თავშეყრის ძალიან იდეალური საშუალებაა, ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე, მე პირადად რამოდენიმე ჩემი შვილის ნათლიაც გახდა. ხვდები და უბრალოდ ამით რომ ნადირობ არ არსებობს, რომ 5 და 6 დაიჭიროს ერთმა, ხა თუ მიუშვებ ხო რამდენსაც გაუშვებ, იმდენს დაიჭერს, მაგრამ ისო ცოტა კვები დაიჭირა, უნდა გამოკვებო მე ცოტა, ანუ ჯილდოს სახით უნდა მისცე, ავტომატურად ხო ნელ-ნელა ნაყრდება ფრინველი და უკვე როდესაც დანაყრებულია, ის მხოლოდ და მხოლოდ დანაყრებისთვის ნადირობს და არა როგორც ადამიანი, აი უბრალოდ რომ მოკლას, ხვდები და იმ ცოტა ჯილდოთი ის უკვე იმ დონეზე ნაყრდება, რომ მე აღარც აქვს სურვილი ნადირობის. ამიტომ ხდება, რომ აი 2-3 რაღაც შეიძლება მოინადირო ამით და მე დაждდე და რაღაცა იქეიფოს ხალხმა და აქედან გამომდინარე რომ ჩვენ მონადირეებსაც კი შეგვიძლია ურჩიოთ რომ რაღაცნაირად მეტი ყურადღება მიაქციონ ბაზიერობას და იქნებ მათი ეს მოთხოვნილება სხვა მით ჩაენაცვლებინათ. ყოველ შემთხვევაში გამოსვლმა მონადირეებმა ხო შეიძლება რომ უბრალოდ დამწყებებს ელემენტარული ფრინველების განსხვავება რაღაც კუთხით ჯერ შინაგანად უნდა კონდეს ამის ინტერესი როცა ნადირობ რას კლავ ხო უნდა იცოდე ან რა სეზონზე კლავ მაგრამ უბრალოდ თუ ყველა იმას ვიზავთ რომ ტყილა არ მოუკლავთ, აი ტყილა არ გავაფუჭოთ არაფერი. ეს მარტო ამ სფეროს არ ეხება რა, იმიტომ რომ უაზროდ ჩადენილი ნებისმიერი საქციელი მიუღებელია ჩვენთვის და რავი, ეს არის ჩვენი მთავარი სურვილი, თხოვნა. მე ვფიქრობ, რომ ასეთი გადაცემა იქნება თუ ყველაზე მთავარი თქვენისთანა ხალხი, როდესაც იქნება და აი ესე თავიანთ ფიქრებს, თავიანთ მოსაზრებებს სხვებსაც გააგებინებენ, ესე გადამდები იქნება აუცილებლად. და ძალიან ყველაზე მეტად რაც მახარებს არის ის, რომ თქვენ აპირებთ იმას, რომ ისევ ბუნებას დაუბრუნოთ ეს სახეობა. ხო, მეც ვფიქრობ, რომ მაინც ჯობია, რომ სადაც ეს თქვა გაჩნდა და სადაც არის მისი ბუნებრივი გარემოა, ისევ იქ რო დაბრუნდეს და ისევ იქ იყოს. რა თქმა უნდა, ბაზიერის ხელში ბოლომდე არ რჩება ფრინველი, რამოდენიმე დროის შემდეგ უშვებენ.
და მიმინოებს ძირითადად უშვებენ გადაფრენილს, რომ გადამფრენ ფრინველებს დაიწიოს. ფრინველების ხოცვაჟლეტასთან ერთად გვაქვს მეორე პრობლემა. ეს არის საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ნებისმიერ პირს ეკრძალება ფრინველის სყოლა. და ეს პირველ რიგში უხეშად რო ვთქვათ, გვაბრუნებს საბჭოთა კავშირს, ანუ საბჭოთა კავშირში იყო. ხო, აკრძალული იყო ფრინველის დაგეშვა, იმიტომ რომ ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ კულტურა გაიჩანაგებინათ ჩვენთვის. ხო, ნუ ეს სხვა პრობლემა იყო, მაგრამ დღეს რაში გიშლით ეს ანუ არ შეიძლება უბრალოდ ფრინველის სყოლა ტყვეობაში ყოლა. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ეს ტყვეობაში კი არ არის პირიქით ეხმარებით დაჭრილ და ზრუნავთ. მაგრამ ამას ამ კუთხით არ უყურებენ რა. თორე ჩამომართვენ, აი წაიყვანო, რას უზავენ, რას გაუკეთებენ. არაფერს მიაგდებენ და всё დამთავრდება ამით ყველაფერი რა. ძალიან დიდ დროს უთმობ იმას, რომ უბრალოდ ჯანმრთელად იყოს. ძალიან დიდ დროს. თორე თუ მიხედავენ ჩემზე უკეთესად პირიქით გამიხარდება მასწავლონ, არავითარი პრობლემა არ არის. სწავლა სიკვდიმდეო, ნათქვამია და აქედან გამომდინარე ჩვენ არ ვიძახთ, რომ მარტო ჩვენ ვიცით, არა, უბრალოდ ჩვენ ვაფიქსირებთ ჩვენ ეს ორი ადამიანი ამ შემთხვევაში უბრალოდ ვაფიქსირებთ ჩვენ ას, თორე ესე ფიქრობს ყველა აბსოლუტურად ბაზიერი, ვინც ამ საქმით არის დაკავებული. რაც გიყვარს, იმას ვერ დააზიანებ. ეს ზოგადად ესეა რა. მე მაინც ფიქრობ, რომ თქვენ რაც გააკეთეთ ის უმჯობესია, იპოვეთ დაჭრილი ფრინველი და შემდეგ სახლში წაიყვანეთ, მოუარეთ და ხედავთ, რომ უკვე კარგ ფორმაშია და მალე ბუნებაშიც დაბრუნდება. ალბათ კანონი რაღაცნაირად ცოტათი შესასწორებელია. ცოტა შესასწორებელია. ან უნდა არსებობდეს ეს ადგილები, სადაც მივიყვანთ დაჭრილ ფრინველს და იქ უკეთესად მოულიან და ან უნდა გქონდეთ ამ ადამიანებს საშუალება, რომ მათ მოუარონ. რა თქმა უნდა, მე ისევ ბუნებას დაუბრუნონ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ო, რა თქმა უნდა, ასე რომ ჩვენს მაყურებელს მოუწოდებთ, რომ ნუ დავხოცავთ ნურც ფრინველებს და ნურც საერთოდ სხვა სახეობებს. დაგემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა თქვენ პირიქით გადაცემაში მოსვლისთვისაც და იმ საქმისთვის, რასაც თქვენ ემსახურებით. წარმატებებს გისურვებთ და მე ვფიქრობ და მჯერა იმის, რომ აუცილებლად გამოიღებს ეს ყველაფერი თავის შედეგს. ჩვენ კი ვნახოთ ეკო ამბები და წინ გველოდება ეკო ვიქტორინა. 22 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღე აღნიშნა. ეს დღე მთელ მსოფლიოში 1970 წლიდან აღინიშნება. მას შემდეგ, რაც სანტა-ბარბარას საბადოდან ნავთობი ოკეანეში ჩაიღვარა და დაბინძურების გამო წყლის ბინადრები დაიხოცა. მაშინ ამერიკელი სენატორის გეილორდ ნელსონის მოწოდებით დედამიწის დასაცავად მილიონობით ამერიკელი გამოვიდა. სხვა ქვეყნების მსგავსად ამ დღეს საქართველოც სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავს. წელს დედამიწის დღეს ჩვენი ქვეყანა გამწვანების აქციებით გამოეხმაურა. ხელმცენარეები დაერგო მახათას მთაზე და მარჯანიშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულ აქციებში ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი და საელჩოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ. დედამიწის დღეს საჯარო სკოლებმაც განსაკუთრებულად აღნიშნეს. თბილისის 159 საჯარო სკოლაში დიდი ღონისძიება გაიმართა, სადაც ბავშვებმა გამართეს პრეზენტაციები დედამიწაზე არსებული ეკოლოგიური პრობლემების თემაზე. მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემის შესახებ, როგორიცაა ნარჩენების მართვა. ბავშვებმა წარმოადგინეს ნარჩენებისგან დამზადებული ხელნაკეთი ნივთები. მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახალისო ეკოლოგიურ თამაშებში, რომლებიც ასევე ნარჩენების თემას მიეძღვნა. ღონისძიებაზე შესრულდა ეკოსიმღერები, ჩატარდა ეკო ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულიც დაჯილდოვდა 7 დღიანი საგზურით ეკობანაკში ეკოხედვა. ხორვატიაში მობინადრე წეროებმა ერთ-ერთი სოფლის სახლის სახურავზე ბუდე პირველად 15 წლის წინ დაიდეს. ადგილობრივებმა ფრინველებს სახელები დაარქვეს: კლეპეტანი და მალენა. ზაფხულში ისინი ერთად უვლიან ბარტყებს, ხოლო როგორც კი აცივდება, სამხრეთ აფრიკაში მიგრირებენ. მონადირე მალენას ფრთა დაუზიანა, ამიტომ ის თბილი ქვეყნებისკენ ვეღარ მიფრინავს და მთელი წელი ადგილზე რჩება. მისი მეგობარი კლეპეტანი კი აგვისტოს ბოლოს სამხრეთ აფრიკისკენ მიფრინავს და თავის მშობლიურ ბუდეს მხოლოდ გაზაფხულზე უბრუნდება. ცნობილი დიზაინერი ჯორჯო არმანი თავის კოლექციებში ცხოველების ბეწვს აღარ გამოიყენებს.
დიზაინერი ამბობს, რომ უნდა დასრულდეს ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა და ბეწვის გამო მათი ხოცვა წამება. სწორედ ამიტომ მისმა კომპანიამ გადადგა ეს გადამწყვეტი ნაბიჯი და უარს ამბობს ბუნებრივი ბეწვის გამოყენებაზე. ნებისმიერი ცხოველის ბეწვი, მათ შორის კურდღლის ბეწვი, არმანის შემოდგომა ზამთრის კოლექციებში აღარ იქნება. პირველი ასეთი კოლექცია გაყიდვაში აგვისტოდან ჩაეშვება. დავბრუნდით ეთერში და უკვე დროა ეკო ვიქტორინის და დღევანდელ ჩვენს ვიქტორინაში ერთმანეთს ეჯიბრებიან რუსთავის კერძო სკოლა ლაზარე წვანეები შეიძლება ესე ვთქვათ და კერძო სკოლა ბაქსვუდი ხო ასეა? კი ბატონო. როგორ ხართ? აბა როგორი განწყობით, როგორი შემართებით? ჩვენიერი? კარგია. ყველა სიწვით მონაწილეებო თქვენ. კარგი ჩვენიერი. ბრძოლის უნდა თქვათ, ბრძოლის შემართების, აბა რა. წარმატებებს გისურვებთ, მაგრამ სანამ წესებს ახსნიდეთ, გეტყვით უნდა გაგეცნოთ ახლა და გუნდის კაპიტანი და შენი მონაწილეების გაგვაცხადე. მე ვარ გიორგი, ეს არის მარიამი, ეს არის გიორგი, ვაჟა და ნინო. გიო, რა ქვია, შენ გუნდს რა ერქმევა? სოჭი. სოჭი ეს სახელმწიფო სცენარის სახელმწიფო. სცენარის სახელმწიფო. წიწვოვნის. დი. ერთ-ერთი სახელმწიფო. კარგი ბატონო. და თქვენს გაგეცნობით. მე ვარ ნიკა, ეს არის ვაჟა, ლადო, კახა და მერაბი. გუნდს რა ქვია? და დავტოვებ ბაქსვუდს. ბაქსვუდი. კარგი ბატონო. ესე იგი ბაქსვუდი და სოჭი გუნდები ეჯიბრებიან დღეს ერთმანეთს. აპლოდისმენტები, რასაკვირველია. წარმატებებს გისურვებთ. აბა თქვენიცით და წესებით. წესებს ავხსნით ახლა ორ სიტყვაში და ბევრს არ გავჩერდებით. ვიქტორინა 3 ტურისგან შედგება, იცით. პირველ ტურში რომ 5 შეკითხვა ესეც იცით. კითხვაზე სწორი პასუხი რო ფასდება, ესეც იცით. კაი ბატონო. მეორე რამდენი ქულით ფასდება ის რო? ერთი ქულით ფასდება, ხო? ეს პირველ ტურში. პირველ ტურში. მეორე ტურში არის ორი შეკითხვა და კითხვაზე ორი პასუხი მეთქი. სწორი პასუხი ორი ქულით ფასდება და მესამე ტური არის გადამწყვეტი. რატო? გიო. რატო არის გადამწყვეტი? 9 ქულით ფასდება თუ? 9 ქულით ფასდება ხომ? თამამად გითხარი რა? 9 ქულით ფასდება. 9 ქულით ფასდება. შენიერია, კარგი. მოკლედ, ფალსტარტის შევახსენოთ და თუნა. ხო, თქვენ კითხვაზე პასუხის გაცემის უფლება გაქვთ მხოლოდ მაშინ, როდესაც გიო ეტყვის წამზომით ჩაირთო. წინააღმდეგ შემთხვევაში მეტოქე გუნდს ექნება უფლება რომ უპასუხოს. ესეც გაითვალისწინეთ, თითოეული ტურის წესებს კიდე გზადაგზა ესე ეტაპ აგიხსნით. მაშინ ასე მოემზადეთ, ვიწყებთ პირველ ტურს. ვიწყებთ პირველ ტურს. ოღონდ პირველ ტურში, გარდა იმისა, რომ 5 შეკითხვა აქ ცოტა სირთულესთან გექნებათ საქმე, რადგან სავარაუდო პასუხების რაოდენობა ნელ-ნელა მატულობს. ასე რომ ცოტა მეტი ფიქრი დაგჭირდებათ, ხო? მაგრამ მე ვიცი, რომ ძალიან მომზადებულები ხარ და ყველაფერს გაართმევთ თქვენ თავს. პრინციპში ყველაფერი ნათქვამია. პირველი შეკითხვა ეკრანზე. რამდენია გაზეთის ნარჩენის სრულად დაშლის დრო? 2 კვირა თუ თვენახევარი? წამზომი ჩაირთო. არის პასუხი, გიო, აბა? ჩვენი პასუხი არის 2 კვირა. 2 კვირა არ არის და შესაბამისად, რა ვიცი, აბა? თვენახევარი. თვენახევარი. ჩვენიერი. ერთი ქულა, ანუ 2 კვირა უფრო კარგად ჟღერდა თუ ესე გახსოვდა თუ? უფრო კარგად ჟღერდა. საინტერესო ვერსია ნამდვილად. სხვადასხვა გაზეთი ორგანულ ნარჩენად ითვლება და მისი გამოყენება კომპოსტის დასამზადებლადაც კი შეგვიძლია. რაღა დაგიმოვო ასეა, ნამდვილად. მოკლედ ანგარიში 1-0-ია, დაწინაურდა თუ ანგარიში გაიხსნა უკვე და ლიდერობს გუნდი ბაქსვუდი და ეხლა მოვემზადოთ შემდეგი შეკითხვა, ვნახოთ ეკრანზე. ჩამოთვლილთაგან რომელი კონვენცია ეხება ვერცხლის წყალს? ვენის, მინამატას თუ ბუქარესტის? დრო წავიდა. დროც წავიდა და წავიდა, ძალიან არ წავიდეს. არის პასუხი. არის. მინამატას მინამატას კონვენცია, რა თქმა უნდა. კიდევ ერთი ქულა გუნდ ბაქსვუდს. შემთხვევით უპასუხე თუ ახლა იცოდე? თუ მაგის მეტი რა იცი? მითხარება რა იცი მინამატას კონვენციაზე? აი ჩემო გუნდმა ეგ არ მალაპარაკო ეხლა, ხო? კარგი. თქვენ თუ იცოდით ამაზე პასუხი?
აი, რა კაია გულწრფელობა. არა უშავს. ვერცხლის წყალი დამეთანხმებით, რომ ძალიან საშიში ნივთიერებაა, იმდენად საშიში, რომ მის შესახებ ცალკე კონვენცია შეიქმნა. გასული საუკუნის შუა წლებში იაპონიაში მინამატას ყურეში ათასობით ადამიანი დაავადდა. და როგორც გაირკვა, ყველა მათგანი ერთსა და იმავე სიმპტომებს უჩიოდა. შემდეგ უკვე დადგინდა, რომ ქიმიური ქარხნიდან ვერცხლის წყლით დაბინძურებული წყალი ყურეში ჩაედინებოდა. რამაც უკვე თევზების და ადამიანების მოწამვლა გამოიწვია. ისტორიაში კი ეს მოვლენა მინამატას კატასტროფის სახელით არის ცნობილი. მე იმას დავამატებ, რომ 140-მა ქვეყანა მოაწერა ხელი მინამატას კონვენციას ვერცხლის წყლის შესახებ, რომელიც გარკვეულ ვალდებულებებს უწესებს ამ ქვეყნებს. ეს შეზღუდვა ვრცელდება ვერცხლის წყლის შემცველი პროდუქტების წარმოებაზე, მათ ექსპორტსა და იმპორტზე. კი ბატონო, ამასობაში ანგარიში 2-0 გახდა. კარგად მიდის გუნდი ბაქსფუდი. სოჭი, ყურადღება მოიკრიბეთ და ყველაფერი კარგად იქნება. მოვისმინოთ შემდეგი შეკითხვა. რამდენი სახეობის ღამურა არსებობს დედამიწაზე? 1200, 10000, 500 თუ 2500? დრო. არის პასუხი? ნიკა, თავარი სწორი იყოს, ხო? 2500 დავაფიქსირეთ. არ არის სწორი. ძალიან ცოტა დროა გიო დარჩენილი და სავარაუდოდ მაინც იქნებ ვითხრათ, აბა. ჩვენი პასუხი არის 1200. 1200. გასაკვირველია. და როგორც იქნა, გაიხსნა გიოს გუნდისგანაც ანგარიში, უკვე 2-1-ია. ხნელების შემდეგ ყველაზე მრავალრიცხოვანი ძუძუმწოვრები ღამურები არიან. მათ გარეშე დედამიწა სულ სხვანაირი იქნებოდა. ღამურებს სასიცოცხლო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ გარემოსთვის, რადგან ისინი მწერებით იკვებებიან და ამით ძალიან დიდ სამსახურს უწევენ ადამიანებს. როგორც ვიცით, მწერები სასოფლო-სამეურნეო ნათესებს ანადგურებენ. ღამურები ასევე მცენარეების დამტვერვაშიც მონაწილეობენ. ძალიან დიდი როლი აქვთ ღამურებს და დიდი მადლობა მათ, რომ აი ესე ეხმარებიან ჩვენს პლანეტას. მოკლედ, ანგარიში 2-1-ია. და მოვისმინოთ შემდეგი შეკითხვა. რომელი ზღვა მდებარეობს ავსტრალიასა და ახალ зеландიას შორის? მარჯნის, სოლომონის, არაფურის, ვაიმე, ბაქსფუდ. მოკლედ, ფალსტარტი გვაქვს, მე ჩამოვთვლი სავარაუდო პასუხებს და თქვენ შემდეგ ვიპასუხებთ. მარჯნის, სოლომონის, არაფურის, ბისმარკის თუ ტასმანიის წამზომი ჩავთვლით. ახლა შეგიძლიათ იფიქროთ და ისე ვიპასუხოთ. აბა გიო? რა ვიცი, ჩვენ ვიფიქრებთ, რომ ეს არის მარჯნის. არ არის მარჯნის. სწორი პასუხი იყო ტასმანიის, ჩემო მეგობრებო და თქვენ რა თქმა უნდა იცოდით, ხო? ხო, არა უშავს. ეს სახელი ჰოლანდიელი მეზღვაურის აბელ ტასმანის საპატივცემულოდ ეწოდა, რომელმაც ამ ადგილას 1642 წელს იმოგზაურა. თქვენ ხო არ დაგვიმატებთ რამეს ტასმანიის შესახებ? მარტელე ვერ მოასწარით, მაგრამ ექნება რაღაც ინფორმაცია. თუ ეხა ისიც ის ვარიანტია, რომ ხა იქ არ მათქმევინო. არა, დებაეულის გარდა არაფერი არ ვიცოდით. კარგი. ანგარიში 2-1-ია, ლიდერობს გუნდი ბაქსფუდი და წინ გველოდება პირველი ტურის ბოლო შეკითხვა. ყურადღება, ნახოთ შეკითხვა. რომელია ყველაზე დიდი მღვიმე საქართველოში? ბღერის, მელოურის, დიდღელის, იაზონის, მოთენას თუ პრომეთეს? წამზომი ჩაირთო და აბასფერდით. არის პასუხი. ბაქსფუდ. ჩვენი აზრით პრომეთეს. პრომეთე ნამდვილად არ არის, დრო აგიო და მოიფიქრეთ ვიპასუხოთ. არის პასუხი. აბა? და ჩვენი ეს არის მელოურის. ბრავო! კარგია. ერთი ქულა გაქვთ თქვენ, ესე იგი ანგარიში დასრულდა 2-2, შესანიშნავად მივდივართ. რაც შეეხება ამ მღვიმეს და საერთოდ ჩვენ მღვიმეებს, საქართველოში ძალიან ბევრი უნიკალური მღვიმეა. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 6%-ზე მეტი კასტრული მღვიმეებია და ეს კი ასეთი პატარა ქვეყნისთვის დამეთანხმებით ძალიან დიდი მაჩვენებელია. იმერეთის სახელგანთქმული მღვიმეების ყველამ ვიცით, ეს არის დაცული ტერიტორია, რომელსაც ყველაზე მეტი დამთვალიერებელი ყავს. კარსტული მღვიმეები ასევე გვხდება სამეგრელოში, რაჭასსა და აფხაზეთში, ალბათ გეცოდინებათ კრუბერის მღვიმე, რომელიც ყველაზე ღრმა მღვიმე გახლავთ. ასე პირველი ტური დასრულდა ანგარიშით 2-2. ყველაფერი წინ გაქვთ. რამე სხვა რიტყვით, ხوار შეაფასებდით პირველ ტურს.
ძალიან დაძაბული პირველი ტური. დაძაბული. დაგეთანხმები ნამდვილად. კარგი, მეორე ტურში ეს დაძაბულობა უკვე მოხსნილი გქონდეთ, მოვემზადოთ ვიწყებთ მეორე ტურს. მაშინ ასე ვიწყებთ მეორე ტურს აპლოდისმენტების ფონზე. ანგარიშია 2-2, ძალიან ესე თანაბრად და კარგად მივდივართ. და ეხლა აგიხდეთ მეორე ტურის წესებს. უკვე იცით რომ მეორე ტურში სულ 2 შეკითხვაა და კითხვაზე სწორი პასუხი 2 ქულით ფასდება და მე პირველ შეკითხვას რა ქვია? პირველ შეკითხვას ქვია მოусმინე ბუნებას. ეკრანზე ნახავთ რამოდენიმე ცხოველის ფოტოს, შემდეგ მოისმენთ ხმას და უნდა ამოიცნოთ რომელ ცხოველს ეკუთვნის ეს ხმა. მოსაფიქრებელს გაქვთ ისე 30 წამი. კარგი, ნახოთ. მოვისმინოთ ხმა. რომელ ფრინველს ეკუთვნის ეს ხმა? ალბატროსს, გედს, კივს თუ პინგვინს? წამზომი ჩაიჭრა. თავიდან ისე იწყება. არის პასუხი. არის პასუხი, ნიკა. ალბატროსი გადავწყვეტ. არ არის ალბატროსი დროა და გიო იფიქრეთ, ცოტაა დრო. არის პასუხი. და ჩვენი ეს არის კივი. არა. ეს იყო პინგვინი, სამწუხაროდ ვერცერთმა ვერ გამოიცანით, ანგარიშიც არც შეცვლილა შესაბამისად. თუმცა გველოდება კიდევ ერთი შეკითხვა მეორე ტურის, რომელსაც დათუნა აგვიწყებს. კი ბატონო, მეორე ტურის მეორე შეკითხვას კიდე გამოიცანით, თქვენ ნახავთ ფოტოს და მოისმენთ კითხვას. ნახოთ ფოტო. გამოიცანით რომელია ალუბლის ფოთოლი? პირველი, მეორე, მესამე თუ მეოთხე? წამზომით ჩაირთო. არის პასუხი. არის პასუხი? პირველი, სწორია. კიდე 2 ქულა დაემატა გუნდ ბაქსულს. მშვენიერია, უკვე 4-2-ია ანგარიში, ესე იგი მეორე ტური ესე დამთავრდა. და გველოდება გადამწყვეტი ტური, რომელიც ტური ძალიან მნიშვნელოვანია გუნდის სოჭისთვის, ხო ასეა? გიო, მოიხსენე ხა დაძაბულობა გამხიარულდით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თამაშობთ და არ შეიძლება ესეთი დაძაბულობა. ეხლა ვემზადებით, ვიწყებთ მესამე ტურს. მესამე ტურის დროს დადგა. ანგარიში 4-2-ია. გუნდი ბაქსვუდი ლიდერობს და მესამე ტურს ქვია მოძებნე რუკაზე. თქვენ ახლა ეკრანზე ნახავთ ფოტოს და მოისმენთ გამოსასწორ პატარა ინფორმაციას და უკვე 40 წამში უნდა გამოიცნოთ ეს ადგილი, იმიტომ რომ 10 წამი ბონუსად გემატებათ. რამე შეკითხვა თუ არ გაქვთ, შეგვიძლია დავიწყოთ. აბა მაშინ წარმატებებს გისურვებთ. ნახოთ ფოტო. ეს ქვეყანა ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ძალიან ცივი და ამავე დროს ძალიან ლამაზია. გამოირჩევა გეიზერებისა და ბუნებრივი ცხელი წყლების სიმრავლით. მისი დედაქალაქი მთელ მსოფლიოში ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე დედაქალაქია. მოძებნოთ რუკაზე ეს ადგილი. წამზომი ჩაირთო. და არის პასუხი ბაქსვუდი. თავარი ეს იყოს სწორი. აბა რა არის ვითხარი? ისლანდია. ისლანდიას ქალაქი ბარემ? რეიკიავიკი. ბრავო. ბრავო. და გაიმარჯვა გუნდმა ბაქსვუდი. გილოცავთ. შვენიერია. გული არ დაგწყვეტ, ჩემო მეგობრებო. საჩუქრები თქვენთვისაც გვაქვს ნინი და დათუნა. რა საჩუქრები გვაქვს დღეს ბავშვებისთვის? სანამ საქმე. ეს არის ციგნი, რომელიც გამოსცა სამთავრობო ორგანიზაცია ეკოვიჟენმა, როგორ დავდგათ ხები სწორად. და ასევე ჟურნალი შინ. ჟურნალი შინ ასევე გადმოგეცემათ, რა თქმა უნდა, რომელშიც ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას იპოვნით. სახლზე, აგარაკზე, ბინის ინტერიერზე, ეკოლოგიურ სამშენებლო მასალებზე, ეზოს გამწვანებაზე, ჩემო ბატონო, ოთახის სცენარებზე და ასე შემდეგ. ეს არის პირველი ქართული მაღალ პოლიგრაფიული ჟურნალი ამ სფეროში. ყველას გირჩევთ, წაიკითხოთ, თან ყველა ნომერში არის სიმბოლური საჩუქარი. ახლა კი საგზური ეკობანაკში, რა თქმა უნდა. ერთკვირიანი საგზური გადაეცემა სკოლა ბაქსულს. გილოცავთ, კიდევ ერთხელ, თქვენ კი გული არ დაგწყვეტ და ესეთი საინტერესო ამბავი მაქვს თქვენთვის და ჩვენი მაყურებლისთვის. არასამთავრობო ორგანიზაცია ეკოხედვამ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებით ატარებს ეკოფილმების ფესტივალს. კონკურსში მიიღება მოკლემეტრაჟიანი ფილმები საქართველოში ეკოტურიზმისა და ნარჩენების გადამუშავების შესაძლებლობების შესახებ.
საკონკურსო ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 წუთს და გადაღებული უნდა იყოს 2016 წელს. ფილმის გადასაღებად შესაძლებელია მობილური ტელეფონის კამერის გამოყენებაც და კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14 წლიდან და ზევით ნებისმიერი ასაკისა და ნებისმიერი პროფესიის ადამიანებს. კონკურსის ბოლოს მოეწყობა ფილმების ჩვენება, სადაც წარმოდგენილი იქნება 10 საუკეთესო საკონკურსო ფილმი. ხოლო გამარჯვებული ფილმის ავტორი დაჯილდოვდება ვიდეო კამერით. კონკურსის ფარგლებში ასევე გამოვლინდება 2 გამარჯვებული სკოლის მოსწავლე, რომლებიც დაჯილდოვდებიან ეკობანაკი, ეკოხედვას ერთკვირიანი საგზურით, რომელიც თქვენ გადმოგეცათ, ჩემო ბატონო. ინფორმაციისთვის კი შეგიძლიათ ეწვიოთ ეკოხედვას ვებგვერდს და უფრო დეტალურად გაიგოთ ამ პროექტის შესახებ. კიდევ ერთხელ გილოცავთ, გემშვიდობებით ყველას, წარმატებულ კვირას გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.